მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი. ნახოთ ვისთვის არის შემდეგი გაშლა. ერთი პატარა კომენტარს გავაკეთებ, ის ხალხი, ჩხიბავები, შემოსევა, ჩხიბავების შემოსევა, პირდაპირ ამ სიტყვებით. მე მოგმართავთ თქვენ. მე კოლეგებს ესეთ ხალხს ვერ დავარქმევ ნამდვილად, რომ აკეთებთ ჩემზე მაგიურ თავდასხმებს, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ვერ აკეთებთ, თუ გააკეთებთ მაინც რაღაცა გააკეთეთ მაინც. აი რომ წვალობთ და ჯახირობთ და ფორთხიალობთ, ხო? თუმცა რაც არ უნდა ვილაპარაკო მე აქედან, ვიცი რომ ადამიანს ამის შეგნება არ აქვს, ვერ ხვდება, არ უნდა დაიჯეროს, არ უნდა რომ გაიაზროს, აზრი არ აქვს, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ აქედან მიმართვას, გაფრთხილებას, რომ შემეშვით. პირდაპირ აი ესეთი სიტყვებით მოგმართავთ. ნუ ცდილობთ ჩემი მიმართულებით რაღაცების გაკეთებას. როდესაც ადამიანი ამ სფეროში არის და მე არა ვარ მოყვარული და ჩემი რაღაცა სურვილით და აკვიატებით ამ სფეროში, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მაქვს ბუნებრივი დაცვა, რომელსაც ვერანაირად რაც არ უნდა დაცვების გატეხვა ეცადოთ, ვერ შეძლებთ. და რა თქმა უნდა, მყავს ჩემი, ესე რომ ვთქვათ, ფარველები, რომლებიც დედას მოგიტყნავთ. ეს რა წამომცდა. გარდა ამისა, ძვირფასებო, რა თქმა უნდა, ძალიან ძლიერი დაცვები მაქვს დაყენებული, რომელიც კიდევ მეორეჯერ მოგიტყნავთ დედას. უკაცრავად. ასე რომ ნახეთ, თქვენი ადგილი მოძებნეთ და მიბრძანდით. გარდა ამისა, ჩვენ ვინც მუშაობთ ამ სფეროში, წმენდებზე, დაცვებზე, მე გეტყვით, რომ ქართველებთან არა მაქვს კონტაქტი, მაგრამ მაქვს ძალიან ძლიერ ეზოთერიკოსებთან კონტაქტი, რომელიც, რა თქმა უნდა, ვართ გაერთიანებული და ზუსტად ესეთ მჩხიბავებს იქეთ მესამეჯერ მოგიტყნავთ დედას. თუ გინდათ სიმაღლესთან მიხედვით, ეს თქვენ შეცვალეთ, რომელი იქნება პირველი მოჩინჩვლის საკითხი. ასე რომ ძალიან მეცინება უბრალოდ. იმიტომ რომ ესეთი რაღაცები, ესე ფართხალის თემა. დიახ, ჩვენ ესეთი ხალხი და საქართველოშიც არიან გაერთიანებული, ზუსტად მით უმეტეს აქ არის ორომტრიალი და ბრძოლა. თქვენ არ დაგითმობთ მჩხიბავებს ასპარეს და არაფერი ძალა არ გიქნება და ძალიან მალე დაკარგავთ ყველანაირ რესურსს და ძალას აბსოლუტურად. თქვენ ჩვენთან ვერ გაიმარჯვებთ. ტყუილად ნოიხარჯებით ნერვებად, დროს ნუ ხარჯავთ და თავს ნუ მესხმით. ეს თქვენი ჯადუები მიიწებეთ, შეიკვეხეთ ერთ ადგილას. გინდა ზემოდან, გინდა ქვემოდან. სულ ერთია. ვისთვის არის შემდეგი გაშლა? ვინ მელოდით? აკჭირთ. დაიყოთ. გარდა ამისა, კიდე ერთ რაღაცას გეტყვით. სანამ თქვენ ჯადუებზე მუშაობას დაიწყებთ, მანამდე ვიცი მე ეს ინფორმაცია. არ იცოდით, რას მოვაპარაკებით. პლუს კიდევ თქვენი ფეხით მოცუნცულებთ ჩემთან, საქმე ამაში არის და მოცუნცულდებით. მე ყველანაირი ნიშანი მეძლევა სამაგისოდ.
ვინ არის, ვისგან არის ამოვიცნო, მივხვდე და ასე შემდეგ. აი, საკუთარ თავს რატომ იზიანებთ, უბრალოდ აი ამ თემას მე ვერ ვხვდები. მე არ მუშაობ ჯადოებზე და მე არ ვაკეთებ ჯადოებს, არც მჭირდება. რადგანაც კიდევ ვიმეორებ. ჩემნაირ ხალხს განსაკუთრებული მფარველობა და განსაკუთრებული ძალა აქვთ მაღალი ძალებიდან. და ასე რომ ეს მუქარა კი არ არის თქვენი დედის ტყუნა. ამ შემთხვევაში ეს მუქარა არ არის. ეს არის უბრალოდ გეუბნებით და თუ გაიგონებთ, არ გაიგონებთ, კეთილებით მოგსწყნიათ კიდე. ავქნათ ახლა, ესე თუ არ დაგელაპარაკეთ, იქნებ ესე მაინც გაიგოთ, თორე წესიერი საუბრით ამდენი ვიდეო მქონდა ჩაწერილი და ვერ გაიგეთ და ტყო ამბავით იქნებ გაიგოთ. მეტი არ აჯებდეთ, მე რამე გაიგოთ. გამორიჯბინებულ დავებში. სიკვდილი. მოდი ბუმერანგი გავაკეთოთ. ერთი მოვასმენიოთ. ყოველ შემთხვევაში აქ ჩაკეტილი გზები ძალების ჩაკეტვა. ძალების ჩაკეტვა. რა ბუმერანგი უბრუნდება? თქვენს მტერს, ჩემს მტერს. კაი, ასე იყოს მაშინ და ესე გავაკეთოთ. რა ბუმერანგი უბრუნდება? განახოთ ყველა არკანი. ხო, ეს რომ არის თუ იცით რა დასტავე? აბა, სწრაფად. იაზროვნე. გრიმუარი, ხო? გრიმუართან ყველას არ აქვს წვდომა, მოდი ასე გეტყოდით. არ შეუძლიათ. და გაიხასიათება. რა ბუმერანგი უბრუნდება? მტერს. მფარველობის იმედი გააქვთ. აბა ნახოთ რამდენად მფარველობად იქნება. თავდაღირად რომ ამოხვედით და თქვენი ეს რაღაც მოქმედებები, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, შეიცვალა, აბა ეს თუ იცით. რა ბუმერანგი უბრუნდება მტერს? ილუზია. თქვენი ნამოქმედარი ზუსტად ჯადო, რომელიც ესე რომ ვთქვათ, ძალაში აღარ არის. ძალაში არ იქნება. ძალები გერთმევათ, ჩემო კარგებო. ეს არის ბუმერანგი. ილუზია. ილუზიაში ყოფნა, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება, რაღაცები დალაგდება, რაღაცები გამოსწორდება, მოდი ესე ვთქვათ და ეს არის თქვენი როგორც საკუთარი თავის დარწმუნება, მაგრამ აქ არის შიში. აქ არის შიში არ დაიბლოკო. სირთულე. უნარობა. გონებრივი დაბნეულობა. არასწორი ინტერპრეტაციები, შფოთი და შიში. რა ბუმერანგი უბრუნდება? აბა როგორ ვუტყნათ დედას, ნახოთ ჩვენს მტერს. თავსაც ვეღარ მოაბამთ საქმეს, რას მელაპარაკებით, რა თქმა უნდა. გონების დაბნეულობა და შიში და ილუზია რა შედეგს მოიტანს? გზების დაბლოკვა 4-ვე კუთხით და მე პირადად ზუსტად ამ ენერგიას ვაძლიერებ ყველანაირი ძალით. ყველანაირი აბსოლუტურით რომელიც ძალებიც მე მეხმარება. აი ამ ძალების გაერთიანებით არ ჩამოვხვები აქ შეგნებულად. აი ამ ძალების გაერთიანებით ყველა ენერგია დაიბლოკო ზუსტად როგორც დამიფიქსირდა და 4-ვე კუთხის მიმართულებით. გაგიჟება. თქვენი შფოთვა, თქვენი ილუზია მოუსვენრობა. ჩემი ძაღლი ვერ ისვენებს. გვადროვე ერთი წუთი. როგორ იქნებათ, იცით? საკუთარ რაღაც, აი, როგორ არის, იცით? სხეულზე რო გადავა ადამიანი შეჭმაზე. საკუთარი თავის შეჭმაზე, ზუსტად ესე გადავა ეს ადამიანი. აქ იქნება როგორი შიში, იცით? ეს მარტო ჩემთვის არ არის ეს გაშლა ხალხო. ეს არის თქვენ მტრებზე, ვინც ესი არის თქვენს მიმართ განწყობილი. და ეს იქნება როგორი რაღაც, იცით? აი ხალხი რომ იტყვის, რომ ესე არ ველოდით. ასეთ ცუდ შედეგს ამხელა იმას სიგიჟის კარამდე მისვლა. რა ბუმერანგი უბრუნდება მტერს? გრევა.
ამა თქვენ რა გონიათ გენაცვალეთ, თქვენ რა გაგონიათ. სტაბილურობის ნგრევა. შფოთვი, არ ვიცის პოზიციაში ყოველთვის გაუგებრობაში ყოფნა, შემდეგ რა იქნებას თემაში ყოფნა, რაც რა თქმა უნდა ძალიან რთული არის, რა ბუმერანგი უბრუნდება, ასევე. ფიქრი, როგორ გამოვიდეს კრიზისიდან და ნეკრომაგია. სასაფლაო, სიკვდილი. თუ ხელს აწევთ ნეკრომაგიაზე და აწეული არის აქ ხელი, ზუსტად ეს გიბრუნდებათ ეს ბუმერანგი უკან. აქ არის ნეკრომაგია გაკეთებული. სასაფლაოს მაგია. ან ძალიან ძიმე რაღაცები. განხორციელებული. ეხლა ერთ რაღაცას გეტყვით. როდესაც ოჯახში ჩნდება, დააკვირდით. თაგვები, ობობები, დიდი მსხვილი ტარაკნები, ეს არის მაგიური ზემოქმედება ოჯახზე. აი შემოსევა ხდება ამ დროს ჩემოკარგებო. ეს უკვე არის ზუსტად მჭყიბავების მიერ განხორციელებული მაგიური თავდასხმა. რაც ზუსტად უკან უბრუნდება. მისი ყველა ენერგია, მისი ყველა სიძლიერე, მისი ყველა ემოცია აბსოლუტურად ინგრევა, იშლება მარტივ ნამრავლებად. რა უმახიანად შემოვძახებთანაც. საგვარეულო პრობლემა. გადავედით გვარშიც. რა ბუმერანგი უბრუნდება. თლადასე სასწაულგაშლას არ ველოდი. ნამდვილად არ ველოდი ჩემოკარგებო, კი ველოდი, მაგრამ თლადასი არა. დაპირისპირება, უკიდურესობა, დისჰარმონია, სიმძიმე, მოუთმენლობა, სასმელი, საკვების გადაჭარბებული ჭამა, ან გადაჭარბებული წამლები, გადაჭარბებული, ენერგიის ამოწურვა, ჭარბწონიანობა, შემდეგ. მკვეთრი არჩევანის გაკეთება, რა გააკეთოს, წავიდეს, დარჩეს, გაიქცეს, რა გააკეთოს, წონასწორობის დაკარგვა. ქვეყნის სასაცილო რო გახდება ადამიანი, აი ეს ბუმერანგი უბრუნდება. კიდევ რა ბუმერანგი უბრუნდება. თქვენს ხმას არ არის გაქცევა მოუნდება, კი გაქცევა ზუსტად. გაქცევა მოუნდება ამ ადამიანს, აი სად წავიდეს, სად გაქცევა, პირდაპირ გაქცევა, გაურებული მდგომარეობა. აი როგორ არის, ბრმად რომ იყვება ცხოვრებას და შემდეგ უკვე აქ არის. აი როგორ ბედნიერია სხვები, როგორ შეეძლო ამ ადამიანმა, აი სხვას რომ უყურებს და ალბათ ამითინ ეხლა რა თქმა უნდა შურს ამ ადამიანს, თორე ესე არ უბრუნდება გენაცვალ თუ რამეს არ მიქარავთ, ესე არ უბრუნდება ბუმერანგები. ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, აუ რაღაცა და ჩემთან დაიწყოთ, მოიშვიროთ თითი და ნუ რა ზუგაძრავად, ნუ ჩაისვრით და არ დაგიბრუნდებათ, არ გეცემათ თქვენი ჩასვრილი სუნი. ბევრი ნარკოტიკზე დამოკიდებული გახდება, ბევრი სასმელზე, წამლებზე. და აი არაფრის სურვილი რომ არ აქვს ადამიანს. თქვენ თვითონ ქმნით თქვენს ბედს და საიტში აბრუნებთ უკვე საჭე თქვენი ბედის, თქვენ გიკავიათ. ზუსტად ეს მჭყიბავები, ზუსტად ესეთი რა ქვია, გაუწონოსწერებელი ხალხი, რომ არიცით ვისთან როგორ მოიქცეთ, წაგლეჯაზე, წადღლეზაზე რომ ხართ, აი ზუსტად ეს არის თქვენი ბუმერანგი. დანაკარგი, ფინანსური დანაკარგი. თუმცა ცდილობს, გარიგებას ცდილობს მაღალ ძალებთან, რას? ესე იგი, ეს ადამიანი შემდეგ ამ ყველაფრის შემდეგ ეთყობა საინტერესო პრაქტიკოსი არის. თუ რა ხდება აქ პრაქტიკოსი? მოდი შენ აქ. მოდი ჩემთან. აბა რა ძალები აქვს ამ ადამიანს? რა ძალები აქვს? რეალურად რა ძალები აქვს? გითხარით, აბა რა ძალები აქვს ამ ადამიანს? სინამდვილეში წერს რა ძალები. ხო, კაი, არაფერი ძალა არ აქვს. ყველა ძალა იბლოკება აბსოლუტურად.
ესე იგი, აქ რა ხდება? ეს ადამიანი ცდილობს რომ მაინც რაღაც გარიგება დადოს, ესე იგი, ამ რა ქვია, რაღაცა რიტუალებით და იმგენ კიდევ რაღაცას ცდილობს, არიჯერებს, ნახე, იბრძვის ხო, რა თქმა უნდა, ეხლა თავისთავად იბრძვის გადარჩენაზე, მაგრამ საქმე იმაში არის, ვერ გამოდის ამიდან. აქ როგორ არის, როდესაც არასწორად ესხმებით ადამიანს თავს, გეტყვით კიდევ თქვენს მხარეზე ვარ, ვისაც ეს ბუმერანგი ეკუთვნის. და შეიძლება ეხლა სხვებმა კიდევ გაითვალისწინოთ, ხო? ნახეთ როგორი რაღაც არის. როდესაც არასწორად მოქმედებთ და მით უმეტეს ეს მაგია, ჯადუები, ყველაზე დაბალი ვიბრაციები არის შემოკარგებო ესენი, ასეთნაირად მოქმედებთ. შემდეგ ხდება ისეთი ვარიანტი, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და შემდეგ ზურგს გაქცევენ მაღალი ძალები და უკვე თქვენგან ისრუტავენ ენერგიას და თქვენ ხდებით იგი შეწირული. სხვერპლიც და შეწირულიც და ყველაფერიც იმ მაღალ ძალებთან. ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდის ადამიანი და რა თქმა უნდა მიდის უკვე თვითმკვლელობამდე, მისი შიზოფრენიამდე. ნახეთ, ხო კარგად ჩანს. და რა თქმა უნდა ეს არის უკვე მისი დაბლოკილი ენერგიებით. ეს ადამიანი ძალებს ვერანაირად ვერ აღადგენს. პირიქით, აქ იქნება ისეთი მომენტი, რომ ჯერ სიგიჟე ხო ფსიქოლოგიური ისინი ამოდის. თავს ჩამოიხრჩობს ეს ადამიანი. აი აქამდე მივა. სიკვდილი. სასაფლაოს მაგია. აღარ არის მეტი საჭირო. აჰა, კიდე ამოვარდა სიკვდილი. დასასრული. ეს ადამიანი დაასრულებს სიცოცხლეს სიკვდილით. იბრძოლეთ ახლა და იკონტროშეთ. რეჩაკი ვინმეს არ გადაუღუნოთ. კი ბატონო, რასაც იმსახურებენ, იმას მიიღებს ყველა. მე დანარჩენს ჩემს ლამას გოგონებს, ბიჭებს, რომლებიც სხვა ენერგიებში არიან საერთოდ ჩემთან ერთად. და აქ ჯადოზე ლაპარაკი ზედმეტი არის, აბსოლუტურად და ძალიან კარგები მყავს, ძალიან კარგები. მიხარია, აი ესეთი ხალხის შემომატება. და აი როგორ არის წარმატებული არის, შემდგარი არის, სხვანაირად აზროვნებს. დაბალ ლეველში და იქ კი არ არის კაცო. ვის რა წაართვას წაგლიჯოს და რაღაცა ვის როგორ იმასგან ჯადო გაუკეთოს და რაღაცები მაქინაციოს. რას მელაპარაკებ? აქ არის როგორი რაღაც, იცით? სხვაგან არის ადამიანი აბსოლუტურად. მისი თავის განვითარებაზე ფიქრობს. როგორ მიაღწევს წარმატებას, გამოსავალის კონსულტაციაზე მკითხაობით კი არა, ერთი მიმკითხავ, ერთი მიმკითხავ, შენი მიმკითხავ, რა ცხა ეგე, რა ვიცი, რა ცხა მიმკითხავ, ეს მიმკითხავ, როგორ გინდათ, ახლა ესე გაიგე, თუ არ მოგწონთ, ჩემი ლაპარაკი მიბრძანდით გვერდიდან, ვისაც არ მოგწონთ. მკითხაობა კი არ არის, გამოსავალს ეძებს, როგორ შეიძლება გამოსავალი ვიპოვო ამ პრობლემიდან, რა შეიძლება ნინო რჩევა მივიღო, როგორ შეიძლება დავუშვათ გავძლიერდე, როგორ შეიძლება განვითარდე, რა გავაკეთო ამისთვის, ტარო რას მეუბნება, რა შემიძლია იქ მე მის ფინანსებს გადახედავს, რა შემიძლია გავაკეთო. და ასეთ ადამიანთან ურთიერთობა არის სასიამოვნო. როგორ შეიძლება გამოვიდე ამ პრობლემიდან, გამოვძვრე? რა არის საუკეთესო გამოსავალი? ჩემთან კონსულტაცია არის ამ კუთხით, რომ იქ მიდის განხილვა, საუკეთესო გამოსავალი. ჯერ ტაროს ვისმენთ, რა თქმა უნდა. შემდეგ თუ საჭიროა, კი ბატონო, საუბრობთ კიდეც ერთმანეთთან. და ამ საუბარში ბადება ჭეშმარიტი აზრი. როგორ შეეფერება ეს ჩამოყალიბებული მოაზროვნე ადამიანს, ინტელიგენტს და ასევე აი სწორად ფსიქოლოგიურად დალაგებულ ადამიანს. მივდივართ ამ იმამდე, რა ქვია, შედეგებამდე, ხო? და იწყებენ შემდეგ ფიქრს, მოქმედებას და შეცვლას. ეს არის საკუთარი თავის განვითარება, აღზრდა ვინმეს არ აკლია, მაგრამ რაღაცა საკითხების გამოსწორება შეიძლება იყოს საჭირო. შეცდომებს ყველა ადამიანი ვუშვებთ. მე არ ვუშვებ შეცდომებს, კარგად რომ იცოდეთ, ბოდიში თქვენთან. მე მაგ ქალი არა ვარ, მაგრამ მაინც თავს დავხრი და ვიტყვი, ვუშვებთ.
კი ბატონო, ხმამაღლა ვიტყვის, ზუსტად ისე მიცხოვრია, რომ მე შეცდომები არ დამიშვია. თუ რამეს ვიტყვი, მეთქმის. და არა ისე რაღაცა სხვის სიტყვებს არ ვიმეორებ. დაკოპირებული სიტყვებს. თუ რამეს ვამბობ, მეთქმის კიდეც საკუთარ თავზე. რაც საკმაოდ რთული არის. ასე რომ ამის გამო ნუ დაიბოღმებით და ნუ გადამემტერებით ახლა რა ვქნათ ესეთი კაი ვარ და. რა ვქნათ ახლა უნდა ამიტანოთ. თქვენ დაიშჯებით ისევ ჩემო კარგებო, აბა თქვენ რა გონით ახლა მე ამ საქმეში ისე ვარ რომ ესა რა ქვია თქვენ რაღაცა ესე მე კომენტარს გავაკეთებ, გაშლას გავაკეთებ და ისა დაიბოღმოთ რაღაცა გულში ჩაიდოთ რაღაცები და არა იქა ენგი ჩვენს ერზე ას ქვია, მაგრამ იმიტომ რომ დადექით ჩემს სიმაღლეზე და ესეთი ადამიანის სიმაღლეზე. თუ ასეთი მაგა ჯადოებს კი ნუაგეთებთ. საკუთარი თავი გამოასწორი ადამიანო და დადექი, ხო, აი იმ პოზიციაზე რომ აქამდე შეიძლება ვერ იყავი, მაგრამ აწი ხო გაქვს ცხოვრება წინ. და აწი თქვა რიხიანად სიტყვა. და აწი გააკეთო. რა არ შეიძლება რომ გამოასწოროთ? დაუშვით შეცდომა, კარგი, ვაღიარეთ. მაგრამ იზრუნე იმაზე რომ უკეთესი ვერსია იყო. და არა იმაზე რომ რას ქვია ეს ადამიანი არის ცუდი და ამაზე ენგი ჩვენს ეირს. ვერავის ვერაფერს ვერ უზამთ, საკუთარ თავს დაიზიანებთ. გამოვაცხადე როგორც. გისურვებ წარმატებებს და გონების გახსნას. დაგემშვიდობებით დროებით.